მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებაზე ნამდვილი შტურმი მიიტანა დასავლეთის აგენტურამ. ესე იგი, ესენი არიან რაღაცა 9-თავიანი ურჩხულივით არის, ერთ ბოჭრი, ორი დამოდის, მესამეს ბოჭრი ამოდის, სანამ ესენი არ განადგურდებიან, არ ვიცი საბოლოოდ მანამდე შვება და ხეირი ამ ქვეყანას არ ექნება. იმიტომ რომ შეუძლებელია მეგობრებო, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ეკუთვნიან და საკმაოდ ესე მყარად არიან დაკავშირებული დასავლეთის სპეცსამსახურებთან, იყვნენ გაჩერებულები, სანამ აქ ბოლომდე არ ამოიძირკვება მათი ფესვები. ფესვები ანა უნდა ამოვიღოთ ეს ხალხი, თორე სარეველას მარტო ამოღებით არაფერი არ გამოვა. ხედავთ ჩვენ, რომ რაღაც გარკვეული ზომები არის ვითომ მიღებული, მაგრამ მაინც იგივე სტატუს quo-ს უბრუნდება სიტუაცია. ეხლა რატომ მიიღო გადაწყვეტილება მაგალითად თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ასევე აზიურმა ქვეყნებმა იმ უცხოური სპეცსამსახურების მიმართ მკაცრი, იმიტომ რომ სხვანაირად ქვეყანას ვერ ააშენებ. ესე იგი, ლიპარიტ ბაღვაშმა სისხლი გაუშრო დავით აღმაშენებას. და უამრავმა ფეოდალმა ასევე დააქცია და გაანადგურა ქართული მეფეები. აი ლიპარიტ ბაღვაშ კიდე რაღაცა კარგი მაინც ჰქონდა გაკეთებული ერთი პერიოდი თბილისის აღებაში მონაწილეობდა, კაცო და ესენი არასდროს ამათ ქართული საქმე არ უკეთებიათ. და ჩვენ ეხლა უნდა უყუროთ ესენი როდის შევლენ, არ შევლენ, მერე გაუგებარია რაღაცა ცოტა არ იყოს არასწორხაზოვანი პოლიტიკა. ეხლა ბატონი პრემიერი იძახის, რომ ესენი ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ნაცები და მათი სატელიტები რომ გაუქმდესო და ყაველაშვილი გამოდის პრეზიდენტი და ამბობს, რომ თუ ესენიო ესე იგი მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში ციხიდან გამოუშვებო. ეხლა რომელი უნდა დავიჯეროთ ჩვენ პრემიერის პოზიცია სწორი თუ ყაველაშვილის პრეზიდენტის? აი ვერ გავიგე მე, თუ პრემიერი იძახის, რომ ესენი უნდა გაუქმდნენ და ამ დროს პრეზიდენტი იძახის, რომ რაღაცნაირად ჩვენ ხელს შეუწყობთ მათ პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს ორ მაგ თამაშს ხო არა გავს. არ შეიძლება მეგობრებო, ახლა ესეთი დამაბრეველი თამაში ვითამაშოთ რა. ჯერ იყო და გამოვაცხადეთ, რომ ამათო ჩვენ აგზალავთო და არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, გახსოვთ ალბათ ეს განცხადება. მერე გამოვიდნენ თქო ეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებშიო გამონაკლისის სახითო და მერე აგზალავთო. ეხლა კიდე სხვა ბიჭო, დაიბნა ხალხი. დაიბნა ხალხი. არა, ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს, მერე ერთ დღეს, მერე მეორე დღეს. რა უბედურება ეს რა არის? ვერ გავიგე, ნაცმოძრაობის რეაბილიტაციას უწყობთ ხელს? გაგვაგებინეთ ბოლო-ბოლო რა გზას ვადგევართ ბოლო-ბოლო. თუ ამბობთ, რომ არ გვინდა რაღაც ვეხვეწებით ამათ, კაცო, რაღაც ვეხვეწებით, რომ ოღონდ ვისკენით მიიღეთ მონაწილეობა და თქვენო გამოგიშვებთ ციხიდან. ადეკი სხვა პარტიებს მიეცით საშუალება, ეროვნულ პლატფორმაზე მყოფ პარტიებს მიეცით ასპარეზობის უფლება. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი გადაცემაში, ჩვენი გადაცემის სტუმარია პუბლიცისტი, ჟურნალისტი ბატონი დიტო ჩუბინიძე. მოგესალმებით ბატონო დიტო. სალამშვიდობის ბატონო ნიკოლოზ, მოგესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს დიდი პატივისცემით. აი ბატონო დიტო, თქვენ როგორ შეაფასებდით აი ამ განცხადებებს საერთოდ? მესმის რომ დასავლეთი გვებძვის, მესმის ჩვენს ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებ დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ აი ეს პოზიციები პრემიერი რო იძახის, რომ აგზალოთ და პრეზიდენტი იძახის, რომ თუ კი მიიღებთ, შეგიწყალებთ, აი ეს რას გავს, მაინტერესებს. ვიდრე ჩვენი აი ამ პოლიტიკური შიდა სამზარეულოს ნახილვას შეუდგებოდნენ, იმიტომ თქვენი და ასევე ჩვენი ძვირფასი ტელემაყურებლის ყურადღება მივაყო იმ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხდომას, რომელიც 2 დღის წინ ჩატარდა და სადაც თქვენს გამოგზავნით და გამოვიდნენ TV პირველის იურისტი
იქ ჯანდებოდა ამ მარეგულირებელის თავმჯდომარე ბატონი ბექაური, ასევე სხვა წევრები, ბატონი აბაშიძევიცანი, ცნობილი ქართველი პოეტი, ირაკლი აბაშიძის ვაჟი და სხვები ახლა ჩემთვის უცნობი პიროვნებები. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო ბატონ ნიკოლოზს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე დაწყებული უნდა იყოს სისხლის სამართლის გამოძიება ელტონ ჭონია, ანუ იმავე თემურ ჭონიას, მარიამ გაფრინდაშვილის და ნანა ქაჯაიას, პირველი ჟურნალისტების და კოკა-კოლას პრეზიდენტის წინააღმდეგ. მოსყიდვის შესაძლო ჟურნალისტების შესაძლო მოსყიდვის ან ქთამის მიცემის ფაქტზე. ჭონიამ განაცხადა და მე მგონი თელმა საქართველოს ნახა, რომ მან 30,000 ლარი მისცა მარიამ გაფრინდაშვილს და ნანა ქაჯაიას. და პოსტ ალიონის ჟურნალისტ, პოსტივის ჟურნალისტ უკაცრავად ქალბატონ ბერიძეს, ნათია ბერიძეს თუ არ ვცდები, ეუბნებოდა, რომ შენც იმეგობრე ჩემთანო და შენც მოგცემ 30,000 ლარსო. როცა მამაკაცები ქალებს მეგობრობის სანაცვლოდ აძლევენ 30,000 ლარს მეგობრობა წყალებში, ამას ქვია სხვა სახელი. და მე არ შევარ ახლა ამის დეტალურ განხილვაში. ამიტომ თუ ეს ქალბატონები არ არიან თემურ ჭონიას, იმავე ელტონ ჭონიას მიერ დაქირავებული სექსუალური მუშაკები, მაშინ ისინი არიან მოსყიდული ჟურნალისტები. და სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს ამ მუხლით. ქთამის მიცემის და ჟურნალისტების მოსყიდვის მუხლით. სხვანაირად, აბა რატო აძლევს 30,000 ლარს? რატო აქვს მათ დანიშნული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხელფასი თემურ ჭონიასგან? ასე რომ ეს კომისიის შრომა არის ფიქცია და საზოგადოების შეურაცხყოფა და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცვლის შეყრა, იმიტომ რომ ვინ საერთოდ ითხოვს რაღაცა რეგულაციებს, ვინ ითხოვს საერთოდ რაღაცა შეურაცხყოფებზე, არასებურ შეურაცხყოფებზე და რაღაცა ბულინგზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას, როდესაც ეგრეთ წოდებული ტელევიზია, რომელიც ჯერ იყო ჭუტა წერეთლის და ეხლა გახდა მამუკა ხაზარაძის უკაცრაული პასუხია და უბოლნიის ერთ-ერთი ქვეგანყოფილება, დღე-დაღამ 24 საათიან რეჟიმში მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რევოლუციისკენ, გადატრიალებისკენ, ძალადობისკენ, პოლიციელების გინებისკენ, პოლიციელებზე თავდასხმისკენ, ამართლებს ძალადობას, იცავს კბილებით მოძალადეებს, ეწინააღმდეგება საქართველოში უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონს, არის გაუმჭვირვალობის მომხრე, არის კონსპირაციის მომხრე, არის შეთქმულების მომხრე, არის გადატრიალების მომხრე, არის სისხლის მომხრე და იცავს იმას ყველას, ვინც ამ უბედურებაში და საშინელებაში მონაწილეობს. ამიტომ მე მოუწოდებ ქვეყნის ხელისუფლებას დროზე მიიღონ გადაწყვეტილება და დაიწყონ სისხლის სამართლის გამოძიება აი ამ ტელეკანალიზაცია პირველში თავმოყრილი სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეების და გადატრიალებაში უშუალოდ მონაწილე მიკროფონიანი აქტივისტების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მიმართავ გენერალურ პროკურატურას. დაიწყეთ სისხლის სამართლის გამოძიება თემურ ჭონიას, მარიამ გაფრინდაშვილისა და ნანა ქაჯაიას წინააღმდეგ
ქთამის შესაძლო მიცემის და ქთამის შესაძლო აღების ფაქტზე. დანარჩენი ახლა ვინ რას იღებს და ვინ მისგან რას ვინ რას უღებს, ეგ უკვე არ არის ჩემი საქმე, ეგ უკვე იკითხოს მაგათმა პატრონებმა. რაც შეეხება იმას კიდე იქ ყური მომჭრე ერთმა ფრაზამ, რომ გოგონები ახსენე. კი, მაგრამ ესენი გოგონები არ არიან, მარიამ გაფრინდაშვილი და ისა ქაჯაია გოგონები არ არიან. თუ ტრანსგენდერები არიან და კაცებად გადაკეთდნენ. თუ რაშია საქმე ვერ გავიგე. გოგონები, ესე იგი გოგონები რო არიან, ეს ბულინგია და შეურაცხყოფაა. მაშინ კაცებს დაუძახებ და ბიჭებს დაუძახებ. რომ ბატონო მარიამ და ბატონო ნანა. ესე მოგმართავთ. ესე იგი, ამათ სიგიჟეს, ამათ არ ვიცი მე საზღვარი და სამანი არ აქვს რა. ასე რომ მე კიდევ ერთხელ მივმართავ აი ამ პატივცემულ ბექაუს. მე მას უსურვებ ძალიან წარმატებული ბიზნესმენია ის და ძალიან კარგი მენეჯერია საქართველოში პოპულარული მაღაზიების ქსელი ორი ნაბიჯი, როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი 35%-იანი წილის მფლობელია. მას ძალიან ბევრი სახლები აქვს, ძალიან ბევრი მანქანები ყავს. მისი მეუღლე ქალბატონი ეკაბერიძე არის აი ეს წყლის თბილისის წყლის ქალია რა ერთ სიტყვით რა ხო ყოველგვარი დაცინის გარეშე ამბობ ამას. ეს არის ძალიან წარმატებული და ძალიან მდიდარი ოჯახი და ბატონ ბექაუს უსურვებ თავისი ბიზნესის გაძლიერებას და ორი ნაბიჯის გარდა კიდევ სამი ნაბიჯები და ხუთი ნაბიჯები გაეხსნას კაცო, მაგრამ ცოტა ამ კუთხით შეხედეთ თქვენ ამას და თქვენ ხომ არ გონიათ რომ ეხლა ბანდიტების და საქართველოს დამაქცევრების ეგრეთ წოდებული ტელეკანალიზაციის პერსონალის აი ასეთი სულელური განცხადებების ძალიან ჭკვიანური სახეებით განხილვა და მასზე მსჯელობა სახელს და დიდებას მოგიტანთ. არა ეგრე არ იქნება ნამდვილად და რა არიცი ბატონო დიტო. მე სხვათაშორის ყოველგვარი ფამილარობის გარეშე მინდა გითხრათ რომ თქვენი გამოსვლა იყო უძლიერესი, ყოველგვარი ფამილარობა ჩვენ მეგობრები ვართ და ჩვენ ავჭირდება ერთმანეთთან რევერანსები. თქვენი გამოსვლა იყო უძლიერესი. მაგათი ეგრეთ წოდებული ადვოკატის გამოსვლა იყო ძალიან სუსტი. არ ვიცი ახლა ის ბატონი ბექაური და დანარჩენები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის ჩემი პირდაპირი მიმართვა ისევ და ისევ ეკუთვნის საქართველოს სამართალდამცავ ძალოვან უწყლოს და გენერალ პროკურატურას. ეხლა რა მახსენდება? დაკითხოთ ეს სამი კაცი და გაარკვიეთ რაში აძლევს თემურ ჭყონია მარიამ გაფრინდაშვილს და ნანა ქაჯაიას 30000 ლარს. ხომ არ არის საქმე, ხომ არ აქვს საქმე ქთამის მიცემასთან. აი ეს რა გამოიძიება. მე ვილაპარაკოთ თანარჩენზე. კი ბატონო, აი მე რა კითხვას დავსვი მაგაზე მე გადავიდეთ, რახან თქვენ დაიწყეთ ავთებაზე საუბარი, მეც ვიტყვი. ეხლა რა მახსენდება, იცი? თქვენ რო ინტერვიუ აიღეთ გრიშაონიათან და კითხვა რო დაუსვით სტალინის ზეგლიო არის უნდა იყოს თუ არა საქართველოსიო სააკაშვილის დროზე ხო ლაპარაკი და ბატონმა გრიშამ სრული დამბეჯითებით რომ გამოვიდა და არ უნდა იყოს სტალინის ზეგლი საქართველოსიო რო თქვა. და თქვენ რო ელდა გეცადა იფიქრეთ ბატონი გრიშა ხო არის ჯამთელად რას იცახის რომ იფიქრეთ და მე გალბარტა ბატონმა გრიშამ რომ ამ საზოგადოებაში ამ ქვეყანაში ამ მიდგომებში ამ ფორმატში ანუ იდეალურად განმარტა რომ ის სადაც როდესაც სააკაშვილია პრეზიდენტის სტალინის არ უნდა იყოს. ხო, არა, და განმარტა რომ სააკაშვილის პირობებში არ უნდა იყოს არ იმსახურებს საქართველოს სტალინის ზეგს. აი ეს განმარტა მან. ეხლა მეც იგივეს ვიტყვი. ესენი თუ მიიღებენ რაღაცა ისეთ გადაწყვეტილებებს და არ მოგვეშვებიან, დიახ, არც ჩვენ უნდა ვარსებობდეთ მაშინ ამ ქვეყანაში. რატო იცი? დიახ, ამ ქვეყანაში უნდა იყოს TV პირველი, ფორმულა,
ესე იგი ეს ბოდიში და ტელესექს არხები, რომლებშიც დღე-დაღამე მიდის, ესე იგი გაქანებული ძინძინი სერიალები, ეს უნდა იყოს ჩვენ რაღაცა ამოვარდილი ვართ ამ კალაპოტიდან. ეხლა ჩვენ რომ ლაპარაკობთ რაღაცა მაღალ მატერიებზე, ეროვნულ საკითხებზე, ეს მათთვის არის რაღაცა გამაოგნებელი. და ამიტომაც არის ჩვენ ყველაზე დიდი რეიტინგი რო გვაქვს, რომ დანარჩენ არხებზე მიდის სერიალები, დანარჩენ არხებზე მიდის რაღაცა სისულელებზე ლაპარაკი, მკითხავები, დაჯდებიან სრული სერიოზულობით, იმაშვებიან მკითხავებმა რა თქვეს, ან დაჯდებიან და იმ ჟურნალისტი რაღაცა ბოდვებს არჩევენ და აქ ჩვენ ვიხილავთ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს. და ეს არ სიამოვნებთ ამათ. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მართლა, არა. ამ ესენი, აი ამ საზოგადოება ეს ქვეყანა არ იმსახურებს მართლაც ჩვენ ტელევიზიის ყოფნა. ჩვენ ამოვარდილი ვართ ამ ყველაფრიდან. ეხლა მე იცით რა არის ბატონ ნიკოლოზ, მე არ მინდა რომ ეხლა რაღაცნაირად მოვლენებს წინ გავუსწრო და რო იტყვიან აი 4 კუთხით ცნობილ ქართულ ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას ეკუთვნის ესეთი ფრაზა რომ საქართველოს 4 კუთხითო ხმალს იქნებდა თავის გადასარჩენად. არ მინდა რომ ეხლა ხმალი 4 კუთხით გავაელვო რა და ეხლა ჩვენ საუბარი შეგვიძლია მე მგონი და არგუმენტირებულად შეგვიძლია რაღაცების დასაბუთება. მოდი ჩვენ მაინც დაველოდოთ. მე მგონია რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს წესით და რიგით, იმიტომ რომ თუ რაიმე სინდის ნამუსი გააჩნიათ და თუ ყველაფერი შეკრული და გაყიდული არ არის ამ ქვეყანაში, არ შეიძლება ელემენტარულად რომ საქართველოს ტელეკანალიზაცია, რომელიც არის საქართველოს მტერი და პირდაპირ ვიტყვი ამას, რომ აგენტურის სამსახურში მყოფი საინფორმაციო საშუალება არ შეიძლება აგენტურამ გაიმარჯოს სეზონზე. და ამ შემთხვევაში ჩვენზე რა, ჩვენ ვიცავართ, ჩვენი პატარა ტელევიზია არის, მართლა თქვენი თქმის არ იყოს, მთელი ჩვენი ავლადიდება ვერ გადასწონის მაგ ხანდაზმული თაღლითების და 1000 უბედურებაში გარეული მათი დაფინანსებლების ერთ ტელეკამერას. მაგრამ დაველოდოთ სიტუაციას და ვნახოთ როგორ იქნება მათი ვერდიქტი და მე ჩვენი რეაქცია შესაბამისი იქნება. არა, იცით რა შეასაქმე? მარტო ერთი თუ ვინმეს გონია ბატონო ნიკოლოზ, ეხლა რომ ჩვენ არ ვიცით ვინ რითი სუნთქავს და საიდან უკაკულებს კოდალა და სიო საიდან ქრიც და აი ამ ყველაფრის უკან რა დგას და ვინ დგას და სად იმართება თათბირები და ვინ მართავს ამ თათბირებს, რომ მედიაში ერთი კაცის გაკეთებული რო არის ყველა და ყველა იმ ერთი კაცის ხელის აქნევაზე არის მოკლედ გაჭიმული. ეხლა თუ ვინმეს გონია ეხლა რომ ეს ესე მიკუჩეჩდება და არ გადავშლი მე დავთხრებს და რაც საჭიროა იმას არ ვიტყვი, ძალიან ცუდი დამარცხიათ. ეხლა თქვენ ამას წინა თქვით რა, რომ 50%-იც კი არა ვარ დაკოკილებიო და მე გეტყვი თქვენ რომ მე 20%-იც კი არა ვარ დაკოკილი, უწევ ანგარიშს იმას რომ არ მინდა ეს სამშობლოს მოხალატეები და ეს გარეწრები და ეს გეი ფაშისტები მოეწყნენ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში. არ მინდა რომ ნაბად წყალს ბავშვი გადავაყოლოთ. არ მინდა რომ აი ამ კონფლიქტმა, ლოკალურმა კონფლიქტმა მიიღოს რაღაც ისეთი სახე, რომ მე დაუპირისპირდე ხელისუფლებას, რომლის გულშემატკივარიც ვარ, პირდაპირ გეუბნებით. აი ეს ხელისუფლება არ არის იდეალური, მაგრამ ამ ხელისუფლებას 1000 წელი და 100,000 წელი არ შევადარებ იმ ნაციონალურ მოძრაობას და იმ კოლელებს და იმ ფაშისტებს, რომლებმაც დაღუპეს ეს ქვეყანა. ამ ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. ქართული მიწები იწყება იყიდება უფრაგონოდ, უცხოელი მიგრანტებით გაივსო ქვეყანა. ეს დაიწყო სააკაშვილმა 2006 წელს და გაგრძელდა ამ ხელისუფლების პირობებში. ბათუმი არის თურქული ქალაქი, რომ არა რუსეთის ფაქტორი აჭარა წაღებული ექნებოდა თურქეთს და ეხლა არ გამოხდნენ სააკაშვილის ხიზილბაშები და ერდოღანის აგენტები და არ დამიწყონ რომ ეგრე არ არის. პირდაპირ ვაცხადებ Facebook-ში დავწერე და ვიმეორებ, რომ არა რუსეთის ფაქტორი ერდოღანი
ბათუმს და აჭარას ჩაიდებდა ჯიბეში, იმიტომ რომ ბათუმი არის თურქული ქალაქი, ხოლო აჭარა არის გათურქებული. ამიტომ არ შეიძლებოდა ასლან აბაშიძის ისე მოშთობა, როგორც მოაშთեց ველური მეთოდებით. ის კაცი ისე წავიდა საქართველოსდან, ქართული მიწის ერთი გოჯი არ გაუყიდია და ამათ გაყიდეს ყველაფერი. 790 კორპუსამდე არის აშენებული ბათუმში, რაც ასლანი დაამხეს და გააქციეს ქვეყნიდან იმის შემდეგ. და 790 კორპუსში 790 ლარი არ არის ჩადებული ქართული. ყველა არის ძირითადად თურქული, ირანული და არაბული ფულები. ანუ თურქები ყიდულობენ მიწებს და ნაყიდი მიწებს და თავიანთ ხალხისთვის აშენებენ კორპუსებს. აი ეგ არის, ეგ პოლიტიკა და ეგ ახლა გრძელდება დანარჩენ საქართველოში. აი ბატონო დიდ ეს გამოწვევები არის, გამოწვევები არის და ხელისუფლება უნდა მიხედოს ამათ და მე ვარ ხელისუფლების გულშემატკივარი ამ ამბავში. იმიტომ რომ ეს დაიწყეს ნაცებმა 2006 წელს და გრძელდება დღემდე. უბრალოდ ახლა როგორც იტყვიან, აი ბუშტივით გაიბერა და გასკდა ეს სიტუაცია და გახდა ხილული, როდესაც ამდენი შავი ხალხი გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. თორე აქამდე ეს იყო რაღაცნაირად აი მიგრაციის თემას დაუბრუნდები, ბოდიში ერთ რამეს ვიტყვი რა. ხო და მე კიდევ ერთხელ მეუბნები ამათ რომ ემანთ არაფერი შეგეშალოთ ბიჭებო და გოგოებო, თქვენ იცოდეთ კარგად რომ საქართველოს მოღალატეების სამსახურში მდგარი მედია საშუალება, რომელიც მხარს უჭერს დღევანდელი მოქმედი ხელისუფლების დამხობას, არის პირდაპირ მხარე, პირდაპირ მოუწოდებდა მოლოტოვის კოქტეილის სროლისკენ, პოლიციელების ცემისკენ, პოლიციელების გინებისკენ და ეს ჟურნალისტები, რომლებიც ახლა ჩვენ რაღაცებს გვედავებიან, იყვნენ აი ამ ავანგარდში. ესენი პროპაგანდირებდნენ და სწორედ მარიამ გაფრინდაშვილი და ეს ნანა ქაჯაია იყვნენ, რომ მიხავდათ ეს რეპორტაჟები და ურევდნენ ხალხს twins და ზოგს ისკოცნი და მამუკა ხაზარაძეს და ზოგს ირაკლი კუბრაძე პირდაპირ ეთერში. ხო გვახსოვს ეს ჩვენ? თუ ვიგონებ მე რაიმეს. ხო და ვინც უნდა ისაკოცოს? არა, ასე უქნიათ კაცო, იმისთვის უკოცნიათ. მე არ მაინტერესებს, რა ქვია, სალომე სამადაშვილისთვის. და მე არ მაინტერესებს ეგ მაგათი, ეს პირადი ცხოვრება. მე დავსვი შეკითხვა. ეს ამ გოგონებს რისთვის გადაუხადა ელტონ ჭყონიამ 30000 ლარი? ვინ არიან ესენი? მეგობრობის გულისთვის როცა უხდის კაცი ქალს 30000 ლარს, მეგობარი ხარ ჩემიო, ამას ქვია სხვა სახელი. თუ უხდის იმისთვის ფულს რომ რაღაცა ჭყონიაზე კაი ილაპარაკოს, ამას ქვია კიდე სხვა სახელი. ამიტომ უნდა დაინტერესდეს გენერალური პროკურატურა, გამოძიება, დასაწყისი. ესენი ჩვენ კი არ უნდა გვიჩიოდეს, ჩვენ უნდა პროკურატურა უნდა უჩიოდეს ამათ და დაძლევდეს ამათ და ესენი უნდა იყვნენ სამართლებრივ დევნაში. აი ეს ნორმალურ ქვეყანაში ესე ხდება. სად გაგიგონია თქვენ ბატონო ნიკოლოს გამოდიოდეს კოკაკოლას პრეზიდენტი და ამბობდეს რომ მე ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს ივეცი 30000 ლარი, ჩემი მეგობარია ნანუკა ქაჯაიას აძლევს, ნანუკა ქაჯაიას 30000. ნანუკა ქაჯაიას მივეცი 30 და შენ თუ გახდები ჩემი მეგობარი, შენ მოხდე 30000 ლარსო რა. და მაშინ რა გამოდის ხატია ეხლა თქვენ რო დაგირეკოს ბატონო დიტო თქვენ რო დაგირეკოს ხატია დეღანოვიძეზე თემურ ჭყონია ელდოს ჭყონია ამბობდა რომ არის ჩემი მეგობარი არა ერთი ახლა დაკავშირებული ხატია დეღანოვიძე ერთი წამით არა მე ყველაზე უცნაური იცი რა არის გაღმით შეედავე გამოღმით დაგჩეო ესე იგი იმის მაგურად ეს ხელისუფლება იგივე მარეგულირებელ კომისიას მე რა უთხარი ხა იმ ხდომაზე ბიჭო, ჩვენ საკითხს რო იხილავთ, თქვენ რატო არ იკვლევთ ამათ უკანონო ქმედებებს მეთქი? ესე იგი, ჩვენთვის არავის არ უჩივლია და ორჯერ, ესე იგი, მოგცეს, ესე იგი, გაფრთხილება და ჯარიმა კაციშვილს არ შეუტანია ჩვენს წინააღმდეგ საჩივარ. ანუ ჩვენ საკითხებს ვითომ, ესე იგი, ჯერ იმედმა გვიჩივლა ტელეკომპანია იმედმა. ესე იგი, აქით იმედი გვიჩივის, იქით TV პირველი აი ესეც ჩანს ჩვენი ობიექტურობა რომ ესე იგი ერთი ნაცარხი მეორე ხელისუფლების არხი ამათ მოსაწორი ჩვენ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ესე იგი და იმის მაგურად ამ მარეგულირებელმა კომისიამ გამოიკლიოს ის ფაქტები როგორ გუშინ უსმენდი ზუსტად აი TV პირველის ესე იგი ეთერში როგორ ისმოდა შეურაცხყოფელი განცხადებები იგივე მაგალითად ჰომოფობია ძალადობა ყველაფერი ეს ისმოდა ამას რატო არ იკვლევენ მე ვერ ხვდები რატო არ იკვლევენ
არ იკვლევენ, იმიტომ ალბათ რომ რა ვიცი, აბა რა გაგითხრათ, ეხლა ბატონ ნიკოლოზ, გამოდის მაშინ მე მიჩნდება ეჭვი, რომ ერთი უფროსი ყავდა, იმიტომ არ იკვლევენ ალბათ. აბა რა ვიცი, ეხლა პატრონი ყავთ ერთი რა. აბა რა ვიცი, ეხლა ნორმალურ სახელმწიფოში როგორ შეიძლება მაუწყებლობდეს TV პირველი ხალხო? ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამათი მაუწყებლობა როგორ შეიძლება? არხი, რომელიც არის პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, სისხლისღვრისკენ და გადატრიალებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. სადაც ესე ძალადობა, შეურაცხყოფა, დედისგინება, ის გოგელია რო არის, კაცო. ჯო ეს გოგო მე არ ვიცი გაოგნებული ვარ, მე ეგეთი არაფერი მინახავს. ეს მე მგონი ან არის სულ თვრალი, ან სულ თვრალი არის ეს გოგო. ან არის შეშინებული და გამოლოცვა ჭირდება, იმიტომ რომ ესე იგი აი ესეთი არაფერი, ესეთი პროვინციალიზმი. ესე იგი ესეთი პროვინციალიზმი რა, რომ ესე იგი ნუ ახლა ციგნიერებაზე, მენტალიტეტზე, რაღაცა ეგრეთ წოდებულ IQ-ზე და UIQ-ზე ლაბარაკი ზედმეტია, გადაებულია ლაბარაკი. პოლიციელებს რო შეუვარდა, იგა რატო გძინავთო? ესე იგი, მე არ ვიცი, ერთ დღეს ეგ რო შემოგვივარდეს, ლოგიში არ გამიკვირდება რა. ფუი ეშმაკს მართლა რა ვიცი რა. არა, ნატო მოგელია რო შემოგვივარდეს, ლოგიში დავჭამოვიქჩო. რას ლაბარაკობ, კაცო, ესე იგი, მაგასა ნატო გოგელია, ნატო გოგელიას ესე იგი, ეს საცოდავი პოლიციელები, ღამენათევი პოლიციელები იყვნენ, ესე იგი, შეუვარდა იქა, რა დროს ძილი არის აქაო, ვითომ ეს იყო მაგათი უფროსი, ვინ გეკითხება ხალხი? ეს ნატო გოგელია იყო ეს? და ვინ იყო? ეგ იყო რომ შეუვარდა პოლიციას იქა და ისო რა დრო? არა, მე ნახე, მაგრამ არ ვიცი რა. არ ვიცი, ვერ ვიცანი სახეზე, არ ვიცი ახლა, მაგრამ ერთი პერიოდი კაიხანი აღარ მინახავს რა. ხო და რა დრო ძილია ეხლა არის ერთ დღე შეიძლება ვიღაცა შეუვარდეს იქა სექსუალური აქტის დროს და რა დროს ეს სექსუალური აქტი არის ადექიდება. ეს იქ არაფერი არ გამიკვირდება ამასგან რა. აი შეიძლება ადამიანს ძილია ეხლა ის მორიგე იყო კაცო და იქ არის იმ ოთახში სადაც მოსასვენებელი ოთახებიც არის პოლიციაში ამან აი მე რომ ყოფილიყავი მორიგის ადგილზე, მაშინვე დავაპატიმრებდი ნატო გოგელიას რა. მაშინვე დავაპატიმრებდი, დავადებდი ხელბორკილებს და შევაგდებდი იქ, ქვემოთ რო არის, რა ქვია, ოთახი, კარцеრი, იქ. და იქ кайხან მეყოლებოდა რა. кайხანს იქნებოდა. ხო. აი აბა ერთი გაბედოს ერთი შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ნებისმიერ ევროპულ, შვედეთში, დანიაში, ნებისმიერ ან ბენილუქსის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში გაბედოს ვინმე და პოლიციის განყოფილებაში შევიდეს ესე. და ეგეთი რაღაცები გააკეთოს. ვერ გამოვა ციხიდან, кайხანი. კარგახანს იქნება იქ, მოყუჩებული ვირის აბანოში. ამიტომ სახელმწიფოს მიმართავ რომ ძალა გამოაჩინოთ და კალანდი გამოაჩინეთ. კაცო, არ შეიძლება ეგრე რა, ახლა ნატო გოგელიას მე მიმართავ ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს. ბატონ გელაძეს რომ. ესე იგი, ბატონო გელა, ეს ნატო გოგელია თქვენმა უწყება აი ამ ქმედების გამო მე ვფიქრობ, რომ უნდა დააპატიმროს. ეგ უნდა დააკავონ მაგის გამო, უნდა გამოიძახონ დაკითხვაზე და დაკითხვაზე უნდა დაადონ ხელბორკილები. იმიტომ რომ ასე იშლება სახელმწიფო. როცა მარიამ გაფრინდაშვილის TV პირველს და ნანა ქაჯაიას ვინმეზე გაამართლებინებ. როცა ნატო გოგელია, ეს შეურაცხადი კალი, ეს უწიგნური, ეს ესე იგი ტყიდან გამოვარდნილი, ყოველგვარი, ნუ ახლა გიწოდებთ ბატონო თვითონ. რა ყოველგვარი დაბა საიდან არის გამოვარდნილი? მაინც ძალიან აქ თხოვთ რა, მაინც რომ არ მივცეთ საფუძველი მაგათ რომ მე თავიანთი რაღაცები. მე ბოდიშ ვუხდი საზოგადოებას, თორე ამ ხალხს არ ბოდიშ, იმიტომ რომ ეს მართლა ტყიდან გამოვარდნილია. ეს ტყიდან გამოვარდნილი რო შემოგივარდება პოლიციის განყოფილებაში და პოლიციელებს, რომლებმაც ვინიცის რა უბედურება გადაიტანეს, იმ ღამეს სად იყვნენ, რა ოპერაცია ჩაატარეს, რამდენი ბანდიტი შეიპყრეს, რამდენი დანაშაულის პრევენცია მოახდინეს, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და შეიძლება გამთენიისას დილას ჩათვლიმა მორიგეს, ხო? შევიდა ეს გარეწარი
და ფაქტობრივად ეს სისტემას ურტყავს ბატონო ნიკოლო. ევროპისკენ მოგიწოდებთ ბატონო დიტო. არ სისტემას ურტყავს, ეგ არის დასაჭერი ეს ხალი კაცო. ესე არ შეიძლება რა. ეს არის სახელმწიფო ხელისუფლებაზე ხელის აღმართვა. იმიტომ რომ ჩვენნაირ ქვეყანაში სადაც მყიფე დემოკრატიაა, ჯერ კიდე არა ვართ ფეხზე დამდგარი ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, აგერ შიგნით აგერ რას გვიწყობენ ხო ხედავთ არა? ჩამოგვიკიდეს ეს ვიზა ლიბერალიზაცია, ეხლა ვირს რო წინ ჯეჯილ ჩამოუგიდებენ თუ პიტნას და არის ახლა ერთი ქოთქოთი და ერთი ამბავი. მართალია ამ გეი ფაშისტებს და აგენტურას ვერ გამოყავთ ხალხი ქუჩაში, მაგრამ აგერ ეხლა ცოტა აგრილდება სექტემბერში და ნახავთ ამათ კიდე ეკნებათ მცდელობა იმისი, რასაც ცდილობდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ამათ ფული აქვს აღებული. აღარ გვინდა მაგაზე ლაპარაკი. მე უბრალოდ აი ბოლოს და ამიტომ მე ვამბობ რომ ეს არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს. ეს არ შეიძლება დარჩეს ეს ხალი ესე არ უნდა დაშლიგინოვდეს რა პირდაპირ ვამბობ ამას. ესე არ შეიძლება, არ უნდა მოხდეს. გეთანხმებით, მაგრამ ერთ რამეს ვიტყოდი რა, რომ მე მოვჩეთ ამ მედიას საუბარ. დღეს სადაც ტევე პირველი რო დაიწყებს კორექტულობაზე საუბარს, მე ვთქვი კიდევაც მათ უთხარი. აი ტევე პირველი რო კორექტულობაზე დაიწყებს საუბარს, აი რატო მეტეორი არ ეცემა იმ შენობას, სადაც ზიღართ მე. კი ბატონო, ეს ფრაზა იქ კარგად თქვი თქვენ, კარგად. იმიტომ რომ სირცხვილია ყველა დღე ბოდიში და ღირსების შემლახველი სიუჟეტები. ესე იგი ის კაცი, რა ვიცი მე, ის პოლიციის სპეცნაზის უფროსი რო იყო, მე არ ვიცი ბოლოს როგორ დამთავრდა ეს მარიამ გაფრინდაშვილი, ლამის არის ლოგიში შევარდებოდა იმ იმას კაცო, იმ კაცს, ხო? კი ბატონო. და მე უკვირთ რატო ქალები ამ ჟურნალისტიკაში და ვიზე ვილაპარაკო, აბა ვერ გავიგე. თქვენო ქალების მიმართ გაქვთ ისო ღმერთმა დამიფაროს ქალების მიმართ სიყვარულის გარდა არაფერი არ მემეტება ნამდვილად რა და სითფოს გარდა, მაგრამ ეხლა ესენი თვითონ უკადრისობენ გოგოების რატო გვიწოდებთო და მე არ გავიგე, ვერ გავიგე ართული აქ გოგოება თავს თქვენი არ იყოს მართლა და ვეღარ ხვდები, მაგრამ ერთი რამე არის, ნუ აღარც მინდა, აი მე რა კითხვაც დაგისვი თქვენ, აი პირველი კითხვა გახსოვთ ალბათ გადაცემაში, რომ აი ვერ გავიგე ერთს ამბობს პრემიერი, მეორეს იძახის, ესე იგი პრეზიდენტი შეწყალებაზე რო მიდგა საქმე პრემიერმა თქვა რომ ჩვენო აუგზავნოთო უნდა პარტიებიო და ეს კაცი გამოვიდა ყაველაშვილი და თქვა რომ ისაო თუ ვინმე მიიღებს არჩევნებშიო მონაწილეობას შევიწყალოთ. აი ეს როგორ უნდა შეაფასოთ თქვენ? ნუ რა თქმა უნდა, ფაქტია რომ ცოტა არეული არის ხელისუფლებაც, ცოტა აჭრილია ხელისუფლებაც, ნუ ახლა ფაქტია რომ იმიტომ რომ მე ახლა არანაირად არ მინდა ბატონ ნიკოლოს რომ რაღაცნაირად ახლა ხელისუფლების ადვოკატის როლში გამოვჩნდე რა. მე ვამბობ რომ ამ ხელისუფლებას ხარს უჭერ. ვარ ამ ხელისუფლების გულშემატკივარი და მე მინდა რომ ამ ხელისუფლებამ იცით რატო ვარ გულშემატკივარი? იმიტომ ვარ გულშემატკივარი რომ ესენი არ მოეთხნენ ეს სამშობლოს მოღალატეები. ეს გეი ფაშისტები რო არ მოვიდნენ. მე ღმერთმა უხნას, მაგრამ გეუბნებით, აი კოლექტიური ნაცმოძრაობა რომ მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, ესენი ერთკეციანთა ქორწინებას დააკანონებენ. ეჭვი არ შეეპაროს ვინმეს ამაში. ორ კვირაში ამ კანონს მიიღებენ. და მე შეიძლება, მე ყოველგვარი უტრირების გარეშე ვამბობ ამას. შეიძლება კიდევ ორ კვირაში მართლმადიდებლობა აკრძალონ საქართველოში. ის რაც გარეწარმა ზელენსკიმ გააკეთა უკრაინაში, ხომ ხედავთ არა, როგორ არბევენ მისი ხუნვეიბინები როგორ ანგრევენ უკრაინაში მართლმადიდებლურ ტაძრებს და სასულიერო პირებს როგორ ექცევიან. არ ისე შეიჭრებიან ეპარქიაში ნაცმოძრაობის ხუნვეიბინები ლევან ხაბეიშვილის და ბაპტისტი გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით და ჩამოაქცევენ რაც მოხდა 21-დან 23, 24, 25 წლებში საქართველოში, როცა ყველა სოფელში 2-3 ეკლესია იყო და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში გადაატრაქტორეს ყველაფერი არ დატოვეს რაიმე რა. აი იმას გააკეთებენ. და ახლა უკრაინის ომში რო ადურთინებენ ქვეყანას თავს, ამაზე ხო ეს და ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ კლავიატურის ლომებს, გეი ფაშისტებს და ნაცმოძრაობის აქტივისტებს. ხარისევლებო, თქვენ ახლა ლაჩრები. რა გაჩერებთ ბიჭო სახში? იარაღი აიღეთ ხელში და წადით უკრაინა. რატო არ ეხმარებით უკრაინელებს? აგერ უსებმა კიდე სამი სოფელი აიღეს დღეს. რატო არ ეხმარებით თქვენ ნაცირალებო
პრეზიდენტ ეგრეთ წოდებული გენერალ სიმუს პრეზიდენტ ზელენსკის სოფლიო მთავარსარდალს ამ გარეწარს უკრაინის მოსახლეობის გენოციდის ავტორს უკრაინის დამღუპველს უკრაინის დამსამარებელს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დამმიწებელს ვერ რასოდეს უკრაინა საქართველოს აქვს შანსები და დედაფთიშობელი დაგვიდგება და ჩვენ გავერთიანდებით ვერ რასოდეს უკრაინა ვერ ეღირსება ვერც ყირიმის და ვერც აღმოსავლეთ უკრაინის დაბრუნებას. ეგ არის გამორიცხული ამბავი, უფრო მეტსაც გეტყვით. ეხლა ტურები ვით არიან გალურსულები, პოლონეთით დაწყებული, ყველა დანარჩენით დამთავრებული, რომლებსაც სტალინმა წაართვა მიწები და უკრაინელებს მისცა. და უზარმაზარი უკრაინა შექმნა, უზარმაზარი ევროპაში სუპერ სახელმწიფო, რომელიც 50-იანი წლების მიწურულს თავისი ეკონომიკური პოტენციალით იტალიის ეკონომიკას რამდენჯერმე შარბობდა. აი ახლა სუპერ სახელმწიფო, უზარმაზარი ხალხი, შავმიწანია დაგებით, შესანიშნავი ხალხი და დაღუპეს, ხო ხედავთ? მოიყვანეს მასხარა, ჯამბაზი და დაღუპეს. ჩვენც დაღუპეს ესე, როცა მოათრიეს ეს სააკაშვილი ჯამბაზი. აი ახლა ამ ჯამბაზებისგან არის გასაწმენდი რუსთაველის პროსპექტი. მე რას ვფიქრობ? მე მოუწოდებ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას, რომ ბრჭყალი გამოაჩინეთ. მე არ ვითხოვ იმას, რომ ეხა ვინმე ხეზე ჩამოვკიდოთ და ვინმე მოვკრათ და ვინმე დავახჩოთ, მაგრამ ძალიან მომწონს ხელისუფლების ანტინარკოტიკული პოლიტიკა, მიგრანტებს მიხედეთ და ნაც აგენტურას მიხედეთ. დაიწყოს პირდაპირ მხილება, ვინ ვისი აგენტია. გამოაკარით სიები და ყველამ გაიგოს, რომ რამდენია ხელფასი ბათუ ქუთელიას. რა თანხაზე მუშაობს ის საქართველოში? უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, რამდენს აძლევენ თვეში? რამდენია ხელფასი თინა ხიდაშვილს, ტაივანის აგენტს? ერთი რამეა რა, რომ აი ყველა რამდენია ხელფასი დავით უსუფაშვილს? რამდენია ხელფასი გიორგი მარგველაშვილს? რამდენია ხელფასი გიორგი ბარამიძეს? რამდენია ხელფასი გიორგი კანდელას? ბატონო დიტო ერთი წამით, ეხლა მე მინდა რომ ეს უცხო ქვეყნის აგენტურაა ყველა კაცო. არა, ეხლა იმ დღეს რომ თქვა, ხეება პრემიერი გამოვიდა და თქვა რომ ეს ხაბეიშვილი თურმე ანიტა ყოფილა და 5000 ლარს ღებულობდა ბიუჯეტიდან. მე არ ვიცი ეხლა ის ჟერალდინა და ჟოზეფინა ვინ არის ნაცმოძრაობაში. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ გვარამია და ის იქნება ნიკამელია, იმიტომ რომ ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არიან რო არა. ლევან ხაბეიშვილს თუ ანიტა კრია, მაშინ ბახოსანაიას ხათუნა ერქმევა. ხო და არა თქვენ წარმოგიდგენიათ, ესე იგი ხელისუფლება აფინანსებდა 5000 ლარით ხაბეიშვილს. მე არ ვიცი ხა პრემიერმა თქვა, მე მის სიტყვების ციტირება. არა, ხელისუფლებაზე არ იყო ხა არ ხელისუფლებიდან ფინანსდებოდა, კაცო, ხელისუფლების ის პირებიო, თქვენ ეხლა ვერ აწყობ არ მოისმინეთ, კარგად. ის ხალხი, ვინც კორუფციაში არის ბრალდებულიო, იმ ხალხიდან, ანუ აქიდან ეს ეხლა ჯიბიდან კი არ აძლევდა ის ფულს, კაცო, რაღაცა გაწერილი ექნებოდა სადღაც სპეცფონდები. მე გავიგე თითქოს ბიზნესი აფინანსებდა, მაგრამ როგორ? რაღაცა მე მომეჩვენა თითქოს ბიზნესი აფინანსებდა. არა, არავით არის ბიზნესი, აქ იყო ლაპარაკი, რომ ის ხალხი, ვინც კორუფციაშია ბრალდებული, ის აფინანსებდა. ეხლა ეგენი არც ისეთი ისინი არიან, ბოდიში გულუხვები, თავისი ჯიბიდან მიეცათ ფული. არის იქ რაღაცა ხრელები და იმ ხრელებიდან აძლევდნენ რაღაცა გარკვეულწილად ფულს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რასთან აქვს საქმე, რამხელა ღალატთან. ჩვენ ვისეც ვიძახდით. აი უყურეთ ეხლა დააკვირდით. მე რო ვიღაცებმა შემრისხეს იუსტიციის მინისტრს რო ვაკრიტიკებდით, თქვენ რო ბეთხოვენაში არ ვქვით. სად არის ეს იუსტიციის მინისტრი მაინტერესებს ეხლა? სად არის? თქვენ მაგ შეკითხვას ტყუილად არ დასვამდით და არა, ერთი წამით, სად არის იუსტიციის მინისტრი? ბრეგაძეია, ხო, ბრეგაძე არის, ხო ეს იუსტიციის მინისტრი? კი, რატი ეს კაცი პატიოსანი კაცი იყო. ეხლა არავინ არ დაიჯეროს ის, რომ კაც რო უშვებენ სამსახურიდან და არაფერს რო არ თავაზობენ, ის ტყილა გაუშვეს იმ სამსახურიდან ახალგაზრდა ჯანღონი ცხავსე კაცი. მე ვისაც უპირისპირდებოდი, ერთი რამე ისე დააკვირდით, ბევრსაც გეტყვით. არც ერთი არ არის თანამდებობაში. მე არავის არ ვაშინებ, მეგობრებო, მაგრამ იმ ხაბეიშვილისგან განსხვავებით, მე როდესაც ვამბობ, ამ ჩემს სიტყვებს ძალა აქვს. ვამბობდი ხო იუსტიციის მინისტრზე ვინც იყო? დღეს კაციშვილმა არის ის, როგორც მე ვიცი, გაქცეული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქობულეთის მერზე, როდესაც ვლაპარაკობდი, ეს კაცი საეჭვოდ მოქმედებს მეთქი, ეს კაციც გაშვებულია სამსახურიდან.
როდესაც ლაპარაკობდი ამ განათლების მინისტრზე, ეს კაციც გაუშვეს. ლაპარაკობდი ხუბუაზე, რომ ეს კაცი არ უნდა ყოფილიყო იქა და კაციშვილი ხმას არ იღებდა, ეს ხუბუაც გაშვებული არის. კიდე ეხლა ისეთ ადამიანებზე ვლაპარაკობდი, რომელთა გვარის ხსენებას ეხლა არ მინდა ადამიანურობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ წაქცეულს არ ურტყამენო, ნათქვამია და არ მინდა ეხლა მაგათ კიდე ჭრილობა მივაყენო, ისინიც არ არიან პოზიციაზე. და ამას რო ვიძახი, იმიტომ ლაპარაკობ, რომ ვინმეს ჯინი და ვინმეს ბოღმა და ბოროტება კი არ მიდევს გუში, ლაპარაკობ ფაქტებით. და თქვენ ვიღაცა ეხლა ის ხალხი, ვინც ამ ანიტას ფულს აძლევდა 5,000 ლარს, ვინც კიდე ბოდიში და იმ ქალბატონს, რომელიც თქვენ რო ძალიან გიყვართ, ეს ჩიტები რო ყავს, იმ ქალს რო ვიღაცეები რაღაცეებს აძლევდნენ კიდე და ამაზეც დაისვა კითხები. ამაზე პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ იმ ხალხს მაინტერესებს. თუ ერთი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უნდა იჯდეს ციხეში მარტო. მე ერთხელ უკვე ვთქვი კი რა, რამდენჯერ მეთქვი და ვიმეორებ კიდევ ერთხელ. შარშან გავიდა სიუჟეტი ტელეიმედის ეთერში, რომ თბილისში იპოვეს კოლ-ცენტრი, რომელიც დაკავშირებული იყო ჭიჭე ვაშაძესთან და ელისო კილაძესთან. მაინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება და თუ ეს ამათი კოლ-ცენტრი იყო, რატომ არის ელისო კილაძე გარეთ და რატომ არ არის ამ საქმეზე დაკითხული და დაპატიმრებული, ახლა ორჯერ ხომ დააპატიმრებენ სხვადასხვა საქმეზე. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის სანამ კომისიაზე არ გამოცხადდა და ჯორივით უცილებლობა არ დაიწყო, იმიტომ რომ როგორც აგენტს უცხოეთთან ჰქონდა მიღებული ინსტრუქცია, კაციშვილს ვაშაძე არ გახსენებია იმ თვალსაზრისით, რომ ხელბორკილები არ დაუდიათ მისთვის. ეს ხალხი რატო არ არის პასუხისგებაში მიცემული? თუ ეს კოლ-ცენტრები იქ არ იყო, მაშინ რატო არ მომზადდა სიუჟეტი, რომ შეგვეშალა ბატონო და ეს ხალხი მართალია და ცილი დავწამეთ და ბოდიში თქვენი ჭირიმეთ და თავზე ნაცარი უნდა დავიყაროთ და ეგეთი რაღაცა მეორეჯერ არ განმეორდებაო. რაშია საქმე? რატო არ ეხებიან? იმიტომ არ ეხებიან, რომ აგენტურა არის ბატონო ნიკოლოზ. ეხლა მე გასწავლო თქვენ ეგა კაცი პროკურორი იყავით. აგენტურა არის და არ ეხებიან. აგერ რამდენი წელიწადია ვიბრძვი. თაღლითმა წაიღო ჩემი ფული. ვერაფერს ვერ უჩვევი, იმიტომ რომ აგენტია და აფარება ხელს. და მივმართავ ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომ მივიღეთ რა სალაპარაკო მაქვს თქვენთან რა, თუ შეიძლება მივიღეთ. გთხოვთ ბატონო ანრი. აი ამ თემაზე მინდა რა, არც სამსახურს გთხოვთ და არც არაფერს. გთხოვთ, რომ მივიღოთ. არა, იცით რა შეასახა. არა, იცით რა შეასახა. ბატონი პრემიერის განცხადება იყო რევოლუციური, ბატონი კობახიძის. მან თქვა გარკვევით, რომ ესე იგი ეს ნოდარა მელაძეცო ხელისუფლებასთან იყო შეკრულიო, იმიტომ იყო რაღაცა რანაირად ხდება, ჯერ მაინტერესებს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მინდა მივმართ. რო ჩამოუჯდებით ეს მინისტრები და იმასავით, კარგი საყვარელთან რო დაჯდება კაცი და რო დაიწყებს ლაპარაკი, რატო ჩამოუჯდებიან და ურაკრაკებენ ყველაფერს, კაცო, ერთი მინისტრი, მეორე, რატო უნდა მოუყვე ამათ რა ვერ გავიგე, რატო აბარებ დაჩოტებს ამ ტევეპიროს რა. რა ხდება ეს რა არის? ესე იგი ეს ბოდიში და იმისი მონანიებაში არ იყოს ეშმაქსია ხელი აღსარებაზეო ის რო ეუნება კაცო და ესენი დაადგებიან მივლენ იქამ იმ დღეს ეხლა უყურებდი ერთი მინისტრი იყო კიდე შაბათის შოუში უყვება აი ესე რა ვერ გავიგე ეხლა ჩვენთან არ ჯდებით აქა ჩვენთან არ ჯდებით არ ვიცი რატო და ქვეყნის ამაოხრებლებს ეძახით ამ მელაძეს და იმას ჩამოუჯდებით და აი თქვენ გულის წადილს უყვებით ეს აი ლოგიკა ვერ გავიგე რა არ ვიცი ეხლა რა გითხრათ ეხლა ეს აი თქო არის კავშირები მათ შორის და არის მე გეუბნებით რომ ხა პირდაპირ ეს არის აგენტურა ეთქობა და ეხლა არის რაღაცები რომელიც ეთქობა ჩვენ არ ვიცით ბატონ ნიკოლოზ და არც არის ალბათ საჭირო და მე არ ვიქექები კაცო არაფერში მაგრამ უბრალოდ ესე ქვეყანა არ აშენდება რა უბრალოდ მე ამას საზოგადოება ხედავს მე ხალხს გული უთხრდება განციმე სიტუაცია ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ სამართლიანობა ვერა და ვერ აღდგა. ეხლა კიდე ეს კომისია დამთავრდა. მე ალბათ თეა ძალიან დიდი პატივისცემელი ვარ მისი ნიჭიერების.
აი მაგალითად გენერალური პროკურორი უნდა იყოს ჩემი აზრით დაამშვენებდა გენერალური პროკურატურის პროკურორის სავარძელს ქალბატონი თეა. დაამშვენებდა ნამდვილად. იმიტომ რომ ნიჭიერი ქალბატონია, პრინციპული არის, კორუმპირებული არ არის, მავანთაგან განსხვავებით. არ აქვს ის შავბნელი წარსული. ხო და მე მაგალითად აი ძალიან გულშემატკივრო, ყოველგვარი ფამილარობის გარეშე ნიჭიერი ქალია და მე საერთოდ ნიჭიერების მოტრფიალე კაცი ვარ, ხო და ინტელექტუალია, ენა უჭირს, გონება უჭრის, გონება მახვილია, იუმორი ესმის. ხო ხედავთ როგორ კარგად მიყავდათ ის კომისიის წევრები. აი ამ კომისიამ ეხლა თუ არ შედეგები თუ არ დაიდო ეს მე გეუბნებით პირდაპირ რომ საზოგადოება ჩავარდება ხელისუფლების მომხრე საზოგადოება ჩავარდება აპათიაში. მაშინ რა აზრი ქონდა ამდენი ხალხი დაიკითხა აგერ და ბედა ჯაბახუბუას ჩემს მეგობარს ასავარ-დასავალში კოჟრები გაგვიჩნდა ხელებზე ფაქტობრივად სტენოგრაფისტებად ვიქეცით ასავარ-დასავალი მოგეხსენებათ ეხლა ნომერ პირველი გაზეთია საქართველოში ამას მე რეკლამას არ უკეთებ ამას მე მგონი ყველა დამეთანხმება და არა ერთი რა მაინტერესებს იცით აი ბოდიში ძალიან ფართოდ აშუქებდა აი ამ კომისიის ცნობებს და ფაქტობრივად ჩვენ 80% გავშიფრეთ რო იყვიან აი სტენოგრაფისტის სიზუსტით გავშიფრეთ აი ამ ადამიანების ნაუბარი. მე ვფიქრობ ერთ რამეს ბატონო დიტო ერთ რამე უნდა თქვა. ეს მომავალ ისტორიკოსებს და მკვლევარებს აუცილებლად გამოადგებათ რა ხდებოდა საქართველოში სააკაშვილის დროს. ხალხი რას ყვებოდა. ეხლა კარგად მოგეხსენებათ. მე არ მინდა ეხლა გვარსახელის დასახელება, მაგრამ ისე გამომდის ეხლა კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარსახელს არ დავასახელებო და ყველა ხვდება ვიზეც იყო ეს არის საუბარი და ესე იგი ერთი კაცი დანიშნეს ტელევიზიის დირექტორად ეხლა რა. ხო და მეო ეს ტელევიზია უნდა ვაქციო ეროვნულ ტელევიზიად. ხო და ეხლა იცით რა შეასაქმე ეხლა იცით რა ვიცი თან იმას ვიძახით ჩვენ რომ რაღაცა ღირებულებებზე ვლაპარაკობ, რაღაც ფასეულებებზე ვლაპარაკობ და ეჯო თუ ტელევიზია გინდათ აქციოთ ეროვნულად, თუ გინდათ აქციოთ მაგალითად ყურებად არხად. ესე იგი დროსა და ჟამს გაუძლო ასავალ-დასავალ მართლა. აი მე არ ვიცი აი რამდენი გაზეთი ჩაიძირა, რამდენი გაზეთი არსებობდა და კაცშვილმა არ იცის. ასავალ-დასავალ. სვათაშორის ბატონო ნიკოლოზ არ მინდა რომ გამომჩეს. ერთი წამი ვიტყვი და მე ვიტყვი. ასავალ-დასავალს. მამუკა ხაზარაძესთან ამ ხელისუფლების პირობებში პროცესი წააგებია. ხო, ვიცი. ხო და სხვათაშორის იგივეს აპირებენ ჩვენზეც. ის მამუკა ხაზარაძე დგას TV პირველის უკან. ჩვენც იგივეს გვიპირებენ. ხო და ჩვენც იგივეს გვიპირებენ. როგორც მამუკა ხაზარაძე მოიგო ერთი წამით. როგორც მამუკა ხაზარაძე მოიგო თქვენთა პროცესი, ისე მამუკა ხაზარაძე დგას ამ TV პირველის საჩივარის უკან. იმიტომ რომ TV პირველი არის, რომელიც იღებს უდიდეს დაფინანსებას ხაზარაძისაგან. მამუკა ხაზარაძეს პროცესი მოაგებინეს ჩვენთან 5000 ლარით დაგვეჯარიმეს მე ჯაბახუბუა, ბატონი ლაშა ნადარეიშვილი, ასავალ-დასავალის რედაქტორი და გამომცემელი და თვითონ შპს საგამომცემლო სახლი ასავალ-დასავალ. და როცა ჩვენ დავიწყეს საპროტესტო აქციები და პერფორმანსები მამუკა ხაზარაძის აი ეს ყოფილი უნივერმაღი რო არის რა ეხლა რო TBC ბანკის ცენტრალურ ოფისად გადააკეთეს და სხვათა შორის აი ეს უსარმაზარი შენობა თაღლითური გზით 130,000 დოლარად რო აქვს ხელში ჩაგდებული ხაზარაძეს აი ეს საგამომცემლო სახლი ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი უსარმაზარი ისტორიული სტალინური არქიტექტურის შედევრი აი პირდაპირ რა მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს რომ უზარმაზარი სვეტებიანი შენობა აი გამომცემლობები და გამომცემლობა მეცნიერება და რა ვიცი მთელი საბჭოთა საქართველოს და ის იყო იქა 130,000 დოლარად აქვს ჩაგდებული ხელში დღეს მისი ფასი ალბათ იქნება 200 მილიონი დოლარი. ბატონო, ისა ბატონო დავამთავრებ ჩემ აი დაწყებულ აზრს ეხლა რასაც ვამბობდი და მე თქვენ შეგიძლიათ. უზარმაზარი შენობა სააკაშვილის დროს და ააშენებინეს მე დავამთავრებ მაპატიე. იმიტომ რომ ააშენებინეს სასტუმრო
ხაზარაძეს. დიახ. მამუკა ხაზარაძეს თუნდაც არავინ არ მიცემდა მაგ შენობას. საასტუმრო ააშენებინეს და გავიკითხოთ ეს ვისია მაგ სასტუმრო. ჩემი ინფორმაციით დოკუმენტაცია ხელში არ მაქვს, მაგრამ ეს სასტუმრო ეკუთვნის სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას. ნუ გასაგებია ყველაფერი. ხო და ხო, ეხლა აი ესეთი აღებ მიცემობა ქონდათ ამ გარეწრებს ერთმანეთში გაჩაღებული და ჩვენ პროცესი წაგვაგებინეს ბატონო ნიკოლოს და როცა პერფორმანსი დავდგით იქ TBC ბანკის ცენტრალური შენობის წინ მარჯანიშვილზე უზნაძის ქუჩაზე არც ერთი ტელევიზია ტელეკომპანია ობიექტივის გარდა იქ ჩვენთან არ მოსულა არც ერთმა იმედი არ მოსულა რუსთავი ორი მაშინ ნიკუტა გვარამიას გამგებლობის ქვეშ იყო და სად მოვიდოდა სხვათა შორის ბატონო დიტო რა ყველანი მამუკა ხაზარაძეს უსაფრთხოდ შეუძურნენ მაბატიეთ ამის გამოთქმაზე რახანე გახსენეთ მაგრამ აღარ არის უკვე ნერვები რა ამოვიდა კელში რახანე ახსენეთ მე კარგი იქნება მოსახლეობამ გაიხსენოს ეგ ფაქტი მეც ვესწრებოდი მაგ აქციას რომელიც ჩატარდა და ნიშანდობლივი იქნება რომ გაუშვათ ეს ფირი რომელიც ეხება სწორედ ამ პერფორმანსს სადაც მივიღე მონაწილეობა და მაშინ კი ბატონო თქვენ ძანდებოდით იქ ნამდვილად და სხვაებიც იყვნენ იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო და მაშინ აქციებიც ტარდებოდა და მე მინდა ვანახოთ ეხა მოსახლეობას ეს კადრები რასასწორებს პული ასწორებს რასასწორებს პული ასწორებს ანათებს პული როგორც ისი ჯოჯუხეთს ანათებს პული დოლარი მანატი შილინგი ევრო გულდენი ფრანკი და დრამა ფუნტი სტერლინგი ლევი და მარკა ლათი ლირა დინარი და კრონა ლოგი კუპონი პესო და კარუპი შეკერი უანი იენა აფგანი ლეგი ფანსა ფორინი რეალი პულა რუბლი კოლონი ნაცმაფი ისედი და ლაცილე პირაკუნა სომი კომორი მაგაო უგიალე ირუანდი უდაბული კუპონი და სამრავალი რასასწორებს პული ასწორებს ანათებს პული როგორც ისი ჯოჯუხეთს ანათებს პული ასწორებს მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კალკულატორზე გამოთვლით, საკუთარი პატივი და ღირსება შეფასებული ჰქონდა 160,000 ლარად, თვით მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლომაც კი 5,000 ლარზე ზემოთ ვერ აწია მამუკა ხაზარაძის პატივისა და ღირსების თამაში. სიმბოლურად მოტანილი გვაქვს სასამართლოს აღსრულების თანხა, რომელზეც გამოსახულია ბატონი ხაზარაძის და მისნაირთა სულიერი და იდეოლოგიური წინაპარი პროლეტარიატის დიდი ბელადი ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. ბატონ მამუკას მის თანამშრომლებთან ერთად დღეიდან აქვს საფუძველი იამაყოს საკუთარი 500 თუმნიანი პატივითა და ღირსებით. ცოტა იაფი ღვენით მოვედით, ბატონო მამუკა. 26 წელია ქართველი ხალხი ღარიბდება. 26 წელია ქართველი ხალხი დაღმართშია. 26 წელია ქართულ ხალხს პურის ფული აკლდება. 26 წელია შენ დიბრდები. 26 წელია ხალხის ფული არ ვიცი რა მაგნიტი გაქვს ამ ჯიბეში. შენი ჯიბისკენ მოემართება. ქონება რომელიც იმ თითქოს საძულო საბჭოთა პერიოდშიც კი სრულიად ხალხს ეკუთვნოდა. მთლიანად ჩვენ მიისაკუთრე და ჩვენ არაფერი არ დაგვიტოვე. ყველაფერი შენია ამ ქვეყანაზე. ყველაფერი შენია, მაგრამ სიტისისთვის და ნამუსისთვის ჯიბეში ადგილი აღარ დაგჭა. აგერ მოვედით, ხომ დაგვაგისრე ხარკი? ხარკი იმისთვის, რათა ტუალეტის გამნელებს უხატო უხავსი ლექსებისთვის. ქართველი ხალხის გათახსირებისა და გარყვნისთვის. შეუკვეთო მათ პოეზიის, პროზის უხამსი მარგალიტები. უფლის გინება, საკუთარი დედის გინება. არ გეყო ეს ფული. არ გეყო და მისდა კი ასავალ დასავალს. როცა შენ დიდრდა
ღვთისგან განსაზღვრული დრო. იმ დროს რომ ამოწურავს, აი მერე იწყება იმისი თავდაღმართი. ბევრი ფული მოვიტანეთ, მამუკა! გამოდი, მამუკა, პირდაპირ ხელში უნდა მოგართვათ! გამოდი, მამუკა და გაიხარე! აშენ, თუმანი, გაიხარე. მამუკა ხაზარაძე არის ყაჩაღბანკირი, რომელიც აფინანსებს ქრისტეს, პატრიარქის, ეკლესიის, ქართველი კაცის, ქართული ოჯახის, ქართული ტრადიციების დაუძინებელ უბოროტეს მტრებს. ზვიად გამსახურდია და მერაბ-კოსტობა მამუკა ხაზარაძეებმა მოკლეს. რადგან ზვიად გამსახურდიას და მერაბ-კოსტავას და ქართველი პატრიოტების საქართველოში მამუკა ხაზარაძე ორი ბატის ცხემსიც ვერ იქნებოდა. ის კარგად იყო შევარდნაძის ანტიკართული რეჟიმის დროს, ის კარგად იყო მიხეილ სააკაშვილის ანტიკართული რეჟიმის დროს, ის კარგად არის დღევანდელი კვირიკაშვილის ჩამბალი და ჩარეცხილი ოცნების ანტიკართული რეჟიმის დროს. აი ასია ჩემო მეგობრებო, მაგრამ ეს ყველაფერი წარმავალია. მამუკა, შენ სიცოცხლის ბოლომდე მოგიწევს სინანული, რომ ხელი აღმართე თავისუფალ მედიაზე და განსაკუთრებით იმ გაზეთზე, რომელსაც ასავალ-დასავალი ქვია. სიცოცხლის ბოლომდე კოშმარად გაგყვება ეს, რომ შენ გაბედე და ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ გამორჩეულ გაზეთს ხელი აუქნიე, როგორც თვითმხილველთა მონაცემებით 1989 წლის 18 თებერვალს მერაბ-კოსტავას აუქნიე ხელი გპ-ის პირველ კორპუსთან კომკავშირლების მიერ დარბეულ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგს. აი ეს ახარ შენ მამუკა ხაზარაძე. რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, რამდენი მონა მეგობარიც არ უნდა გყავდეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ешელონებში, შენ მაინც არარაობა ხარ და ხარ ეს კიკუ, რომელსაც თუმრიანებს მისცემენ და გაიხარებს. აშენ, თუმანი, გაიხარე. 500 თუმანი. დღეს ჩვენ აქ მოვარდნით ქართული მედიის მესაფლავეს ყაჩაღბანკირად სახელდებულ მამუკა ხაზარაძეს. ეს ის 500 თუმანია, რომელიც ძალიან ბევრ კიკუს ეყოფა გასახდელად. საქართველოს არასოდეს გამარჯვება არ აღირსება მანამ, სანამ საქართველო ამ ცუქნებისგან და ამ კიკულებისგან არ გათავისუფლდება. მოგართვით ძღვენი და მიირთვი თვლიფე. მამუკა, ეს როგორ მოგიჭრია თავი და ეს რა ლექსებს აფინანსებ? ამაში უხდი ხალხს ფულს. ყოველ წელს უნდა დავასახელო საუკეთესო ადამიანები და საუკეთესო მწერლები და პოეტები, რომ არ ვიცი, მე მგონი სულ მუდმივად იქნება ეს პრემია, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ, ესე ვთქვათ, სტიმულს მაძლევს პირადად მე. აქებდე იმას, რასაც ჩვენში უთვალავი შესატყვისი აქვს. მადლობა უფალს, დიახაც უთვალავი. მაგალითად რე, სირი, შიბლა, დიშლა, ბალაყანა, ტინკი, ვინკი, კუტუ, ჭუჭუ, ჭუჭულიკა, კიტრი, კლე, რომელსაც საბას განმარტავს როგორც მამაკაცის სარცხუნელს და ბარეღამ აქვე სარცხინელი. მადლობა უფალს. შაბანა, შამბალა, ცუნცურა, პიტალო, საოხრე, სამგლე, ჩოილარი, სამშიგზელი, ბაჯგლიანი ნაგაზი. მადლობა უფალს. აი პატრიარქი, რომელსაც სინამდვილეში ფრთები აქვს და ღამით გლდანის მასივის თავზე დაფრინავს, აი ცირკი, აი ბოზი პანელზე მდგარი, აი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომლებიც იდეაში ნეტარ არიან, აი დიდძუძუებიანი ქართლის დედა და პატარა ძუძუებიანი ქართველი ვარსკვლავი, აი თბილისის მერი, აი გალაქტიონის მერი. განათლების მიღება საპეპარეშოშიც შესაძლებელია. და არა თუ შესაძლებელი, ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოც კი. ბარებს არ დავასახელებ, მაგრამ ისეთი ავტორებიც კი ვიცი, ვინც საპეპარეშოში არათუ კითხულობს, წერს კიდეც. ლექს წერ მე არასდროს არ მისგავს, მაგრამ ყველა ლექსი ალბათ დაწყებული მაქვს სველ წერტილში, ტუალეტში. ადამიანის თავზე დამთხეული ფეკალიები და თესლი მოიყვანს ახალ ცხოვრებას, როგორც წვიმას, რომელიც დანამავს ღალიან მინდვრებს და იქიდან აღმოაცენებს თავისუფლების მეომრებს, ხოლო მერმე ამათ თავისუფლების ამ მეომრებს მოიმკიან, გათიბავენ და გალეწავენ
და მათი დაფქული ფქლიდან მოზელენ ცომს, რომელსაც თავისუფლების ქალები თავიანთ menstrual სისხლს შეუღებენ. სწორედ იქ თამარის შავ მურყვამთა შორის უნდა მოუტყნა მოტყინარე ტყნითა. რატო ეს ნაგავი? რა სიამოვნებას ნახულობ? ჩამოდი და ახსენი. ჩამოდი და აუხსენი ქართულ ხალხს. რა სიამოვნებას ღებულობ აი ამ ნაგავის დაფინანსებისთვის? არ გცხვენია? ოჯახში არ გაიზარდე? რას გეუბნებიან ახლობლების სიამოვნებთ? დილას აღამოს, ფილშენ საახლობლოს ვიჩეტაშ გიკრავს. ძილის წინ და ძილის მერე. აი ეს ლექსები უნდა გიკითხოთ. მაგრამ ქსიამოვნებთ და რა გიყოთ? ქსიამოვნებთ და აჰა ხუჭებულებით, ჩვენი ხარკით, როგორც გინდა, გინდა ბყლად და გინდა დახვეულად. მოდი და მიირთვი და გაიხარე. აშენ, თუმანი, გაიხარე. გადა. სულ ეს დაჯდა ყურუსიძე ჩიჩალაძის სასამართლოს გამოთვლით, სულ აი ეს დაჯდა მამუკა ხაზარაძის პატივი და ღირსება. 500 თუმანი. კიბუს კურსი. აშენ, თუმანი, გაიხარე. რა კარგი ფერია რა მშვენიერია არში მალალა რა საფასე რა კარგი ფერია რა მშვენიერია არში მალალა რა საფასე თუ შენთვისაც ხეირია მეძვის უნდა მიფასე თუ შენთვისაც ხეირია მეძვის უნდა მიფასე ფულიგა თუ ფულიგა შენი ვარ თუ არა დასხვისი ვარ ფულიგა შენი ვარ თუ არა დასხვისი ვარ Roshiyana katamasa, una khavadar gikhidi or roshiyana katamasa. Tu arona khayar shevir tamatsola da meuts khokalasa. Tu arona khayar shevir tamatsola da meuts khokalasa. Puliga, tu puliga shenivar, tu ara das khvisivar. Puliga shenivar, tu ara das khvisivar. Puliga, А не пошел бы ты, дорогой товарищ! მიუხედავად იმისა, რომ ციხეშია ეს კაცი, აქვს რაღაც გარკვეული საცეცეები, იმიტომ რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, ნათქვამია. შეიძლება ვიღაცას ფული მისცეს და უთხრას, რომ მოდი დასაჯეთ TV პირველის შეურაცხყოფელი მაგის იჭკუით შეურაცხყოფა ვივაყენეთ თითქოს ტელეკომპანიას სეზონი. მე არავის ბრალს არ ავდებ, მაგრამ თუ ვინმე დასაჯელი არის, ეს არის TV პირველია დასაჯელი. და ჩვენ მოგდგნენ, ესე იგი, ცალკე ტელემედი გვიჩივის, ცალკე ეს TV პირველი გვიჩივის. წადით, შვილო, წადით, საქმე გააკეთეთ, ვინ ვერ გავიგე, რა გინდა, ჩვენგან რას გვერჩით, ვერ გავიგე. და ეხლა კიდე აი რახან დავიწყე საუბარი, ხო? აი ტელევიზიაზე ვახსენე, ეროვნული ტელევიზია უნდა გავაკეთო, ერთმა კაცმა რო თქვა. ბიჭო, ასავალ დასავალი არის ყველაზე, ესე იგი, კითხვა აი ისეთი გაზეთი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. და ამასთან ერთად ბატონმა ლაშამ შექმნა ძალიან უნიკალური ვიდეო მასალა, შეგიძლიათ შეხვიდეთ YouTube-ზე, სადაც არის ესე იგი გადავლილი და აი განადგურებული მთელი რეჟიმის წარმომადგენლები. აი და ის მსახურები, ვინც ემსახურებოდა. ბიჭო, ვიღაცა გაურკვეველი ტიპებს რომ აბარებთ ამ ტელევიზიებს. ჩააბარეთ ლაშანადარაშვილის ტელევიზია. არა, გეკითხებით მე ვერ გავიგე ვიღაცა გაურკვეველი ტიპის ადამიანებს, რომლებსაც არაფერი ცოდნა არ აქვს ტელევიზიის მართვის. ამ ხელა მედია ჰოლდინგი კაცმა აქცია რაღაცა გიგანტად, ქართულ ასავალ დასავალმა შეიწირა სააკაშვილის რეჟიმი. რატო არ უნდა ჩააბაროთ მაგალითად ლაშანადარაშვილის რომელიმე ტელევიზია, რომელიც არის რაღაცა ამინდი შექმნელი. მე ახლა ყოველგვარი ერთი წამით დავართავე. არ წინდება მას ჩაბარება. არა, ერთი წამით ეხლა უყურეთ. ბატონი ლაშა შექმნის ამ ტელევიზიას. არა, ეგრე მარტივი ბატონო დიტო რა შექმნის, კაცო, ტელევიზია სჭირდება მილიონები. ბატონ ლაშას არ აქვს ეხლა მილიონები რომ ტელევიზია შექმნას.
და მე ამიტომ მოუწოდებ ხელისუფლებას აი ხო ვიცი ეხლა ვიღაცას ჩააბარებენ იმას ჩააბარებენ მე გამოვა ეს ყოფილა ცუდი როგორც აი პრემიერ-მინისტრების მაგალითზე დანიშნეს ერთი პრემიერი არ ვარგა მეორე არ ვარგა მესამე არ ვარგა მეოთხე არ ვარგა ჩემი ბრალია მე ესა ჩემი ბრალია შალვანაც უცუბიდეს ეკუთვნის გენიალური ფრაზა მე არ მაქვს პრეტენზია განსაკუთრებულ ნიჭიერებაზე საზოგადოებამ განსაზღვროს მაგრამ საქართველოშიო შალვან უცუბიძის სახნა თქვა ყველაფერს გაბატიებენ ნიჭიერების გარდავალა და რაც დრო გადის უფრო და უფრო წმუნდები ამაში რა უფრო და უფრო წმუნდები ესე იგი პროფესიონალი გარეწრები რომლებიც ჯერ იყვნენ ცხონებული ზვიადის პარტიაში მერე შეეწნენ შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირში მერე გადახდნენ ნაციონალურ მოძრაობაში მერე გადმოხდნენ კონსტიტუციონალურ მოძრაობაში მერე გადახდნენ მამუკა ხაზარაძესთან არ დარჩა არც ერთი პარტია ედპ მოიარეს ის მოიარეს ეს მოიარეს და დღეს კიდევ ეძებენ სად შეძვნენ ვის შეუძვნენ და როგორ გამოჩნდნენ და კიდე რა ფულები იშოვენ აი ახლა აი ესეთი ხალხი რო გეყოლება ელიტის 90% 95% არის აი ამ მენტალიტეტის და ამ განწყობის ხალხი ის ქვეყანა კიდე ფეხზე როგორ დგას არის საკვირველი ბატონო ნიკოლოზ საკვირველია კიდე არა იცით რა გული მწყდება იმიტომ რომ მე იტყვიან ხალხი სად არისო ერთი ჩართვაში მყავდა სამთავრობო ექსპერტი და აბაო თუ სხვა არ გაიხედავ გამოიხედავ ხალხს ვერც დაინახავ რა თურმე საქართველოში ხალხი არ ყოფილა რომ ვინმეს ჩააბარონ მაგალითად ტელევიზია ჩააბარონ მაგალითად სახელმწიფო უწყება ჩააბარონ რაღაცა მინისტრთა კაბინეტი არ ყოფილა თურმე კაცი რა ბიჭო რო არავის არ უნახია იმისი არ იყო შენი დახარჯული კაპიკი რო არავის არ უნახიაო და ეხლა რო თავი გაიგიჟო კაცი შვილს რო არ უნახია შენი გაკეთებული საქმე არავინ არ გიცნობს ნათესავებიც არ გიცნობენ არც ახლობლები არ გიცნობენ და დაგნიშნავენ რომ სადღაც ისა რომელიღაცა ჭ კლასის უნივერსიტეტი დაამთავრა სააკაშვილმა გაიარა კოლუმბიის უნივერსიტეტის 6-თვიანი კურსები და ეს დაახლოებით მე მაგონებ წითელი პროფესორების რო ამთავრებინებდნენ აი კომუნისტური პარტიის მძლავრობის ეპოქაში აი ეს განსაკუთრებით 20-იან 30-იან წლებში 6-თვიან კურსებზე უშვებდნენ ამ გამოშტერებულ პარტიულ მუშაკებს და ჩამოდიოდნენ იქიდან პროფესორებად რა და დაახლოებით ეს არის ახლა ზუსტად ამას მაგონებს ამათი პროფესორობა და შემდეგ და აი შემდეგ გასაგები დიდი მადლობა მოდა მოგახსენოთ ჩვენთვის გაკუთვნილ რომ ამოიწურა ბატონო დიტო და იმედია რომ რაღაცა სულ ამას ვიძახი იმედია სიკეთისკენ წავა იმედია აქითკენ წავაო მაგრამ ეხა მე ვერ დაგიბრმავებ თვალებს მაყურებელო და ეხა თეთრზე შავს ვერ ვიტყვი ნამდვილად და შავზე თეთრს და ჯერჯერობით ღმერთის იმედი მაქვს მარტო იმიტომ რომ რა ვიცი მე სიმართლე რო გითხრა აი რამდენი ფეხი მოიტეხეს კიდევ უარესად ფეხს იტეხენ და ხო შეიძლება ერთხელ ხაცო ისეთი ხალხი დანიშნოთ რომელიც რაღაცა იმედ ჩაუსახავ ადამიანს ეროვნული და ტრადიციული ღირებულებებისკენ თუ მიდიხართ ტელევიზიებს ცოტა ისეთ ხალხს თუ ჩააბარებთ რომლებზეც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის რა აი ესე ნუიზავთ რა არ გაბზანდებოდეთ ბატონო დიტო ჩუბინიძე ენერად ვეთმაიმედი მოვიშალოთ სიცოცხლით კარგით ბატონო დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 23 საათზე კარგად ბზანდებოდეთ